კახელმა მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის სახით უკვე 100 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მრთველის მიმდინარეობის შედეგები გამოაქვეყნა. რა რაოდენობის ოჯახზეა საუბარი, დეტალებს ანა წერეთელი გაგვაცნობს. ანა, ყველაზე მაღალი ფასი რომელ რეგიონში იყო? კეთი, ტრადიციულად ყველაზე მაღალი ფასი ყურძენზე საქართველოში ფიქსირდება რაჭაში, როგორც ცნობილია, ხვანჭკარის ფასმა წელს 8 ლარზე მეტი შეადგინა, რაც შეეხება საფერავის ფასს არის დაფიქსირებული 2 ლარზე მეტი ღირებულება. რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავალს, რომელიც დასახელდა, საუბარი არის, რომ პირდაპირ შემოსავლის სახით კახეთში გლეხების დაახლოებით 17000 ოჯახმა მიიღო აღნიშნული შემოსავალი. საუბარი არის 90000 ტონაზე მეტ ყურძენზე, რომელიც წელს ჩაბარდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის რეკორდული ციფრი. კიდევ ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც ასახელებენ სამინისტროში, გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ყურძნის წილმა შეადგინა 17%, მაშინ, როდესაც გასულ წელს აღნიშნული წილი შეადგენდა 65%-ს. რეკორდული რაოდენობა არის ყურძნის მიღებული, ინდუსტრიაში ჩაბარებულია დაახლოებით 90000 ტონა ყურძენი და ამდენი არ ყოფილა ბოლო 20 წლის განმავლობაში. თავრობის მიერ ხელშეწყობილი შეღავათიანი აგროეთის პროექტს დაემატა იცით მეხუთე კომპონენტი, სწორედ ყურძნის შესაძენად. ამ კომპონენტის ფარგლებში 38 კომპანია მიიღო დაახლოებით 44 მილიონი ლარი. მთლიანად კახეთის რეგიონის მოსახლეობა დღეს მდგომარეობით მრთველის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის გზით მიიღო 100 მილიონ ლარზე მეტი. საფერავი დაახლოებით 26000 ტონა გადამუშავდა. სარეკორდო მაჩვენებელია, ხაცეთელი არის 60000 ტონა დაახლოებით გადამუშავებული ინდუსტრიის მიერ. ცნობისთვის მინდა აღვნიშნო შევადარო წინაწლების მაჩვენებლებს. წინა წელს იყო დაახლოებით მაქსიმუმი 50000-52000 ტონა, რომელიც ინდუსტრიამ გადაამუშავა. დიდი იყო წელს მოსავალი და რამდენად უპრობლემოდ, რამდენად ორგანიზებულად მოახდინა სახელმწიფომ ამ მოსავლის დაბინავება. თან ესეთი პირობებით, რომ ყოფილიყო ფაქტურად ყველა მევენახე და ყოფილიყო ამავე დროს ბიზნესი. მრთველის და ყურძნის ჩაბარების პროცესი საქართველოში ჯერჯერობით დასრულებული არ არის. სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია კახეთის რეგიონში შუალედურ მონაცემებთან დაკავშირებით. ქართლში, ისევე როგორც იმერეთსა და რაჭაში ჩაბარების პროცესი ამ მომენტში გრძელდება და საბოლოო მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს.